Ირფასო მეგობრებო, გრძელდება ჩვენი გადაცემა და გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, ახალი შაბათის შოუს მსახიობები. სხვათა შორის ესე იგი ტაბიძე დღე პირველად არის ვანო. ხო, კეთილი იყოს ვანო ჩემი ფეხი. გიგა ტაბიძე, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გადაცემაში, ძვირფასო მეგობრებო, გიგა ტაბიძე. მოვიყვანეთ ახლა ვიცი რომ გიგა ტაბიძე, მე მგონი არაფერს არ ყვები ხო გიგა დღეს? ხო, რავი, ვცდილობ რა რომ არ მო. უბრალოდ გიგა ტაბიძეზე ყვებიან და ამიტომ მოყვება. დღეს ტაბიძეზე უნდა მოყოთ ბევრი ისტორია და მოვიყვანთ ამიტომ. და შენ სპეციალურად მოხვედი რომ არ გაგექცნენ, ხო მე? შორი ახლოს. ახლოს მეყოლებიან. თან გიგა ტაბიძე იმიტომ მოვიწვიეთ რომ გოგოებმაც რო გიყურებენ. რა თქმა უნდა, აბა რა. ხო ის თავიდან რა მეთქა ბიჭო ყველა უყვებით მეთქი ისტორიასა შენც მოყავდა ვიტყვი მე ჩემს ათქოს. არ ჭირდება ისტორია. არ უნდა ისტორია თვითონ ლაივში. თუ თავიდან იყო არ მინდა ისტორიები. ვიდა გავამხილო რომ ისტორია რომელიც თემუკა მოყვა ერთ-ერთ წინა მოწვევაზე ეს გახდა დიპლომატიაზე ვინ არა დიპლომატი ესაო ეს ამბავი არის ბატონ გიგა ტაბიძის. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო დღეს ამ სეზონის ბოლოს მიირთვით ჩვენი გამაგრილებელი სასმელი წვენი ნატურალური ალალი ხალხისთვის ალალი წვენი ალალი ხალხის ალალი წვენი ნუ სეზონიც მთავრდება შაბათის შოუსი ხო ხვალ ანუ რეიტინგებით ხო არ დავიწყოთ როგორი რეიტინგები გვაქვს და ასე შემდეგ მაინტერესებს როგორი რეიტინგები არაჩვეულებრივი რეიტინგები გვაქვს ბატონო ბანო ხო რაც მინდოდა მეთქვა რომ აი რა ვიცი ცასდამი წავს ვხედავთ მოკლედ. ნუ ინტერნეტი CNN-ზე და BBC-ზე უფრო მაღალი რეიტინგი გვაქვს. რა კარგია. CNN-ზე მაღალი თუ გაქვს, ესე იგი ყურებადობა ინტერნეტში ძალიან დამღლელი და ნაყოფიერი სეზონი გქონდა მე ასე შევაფასებდი რა და მაყოფილი ვარ მთელი გუნდის და კიდე ერთხელ მადლობა თქვენ. კარგია. არა, აი დიპლომატი თუ არა. ესე იგი მარტო ამ გადაცემაში ლაპარაკობს კაი რაღაცები. კაი რაღაცები. ხო და რახან გიგაზე ვართ, მოდი გიგათი დავიწყო. კარგი? დავიწყო. ნუ, მოკლედ შედვარ და რაღაც სცენარს წერთ. ერთი ოთახში სადაც ვართ ხოლმე და ტაბიძის წინ არის აკაკი, რა და ახალი თანამშრომელია, რა და ხა უნდა რომ კონტაქტში შევიდეს ან რაღაცა და გაეცნოს, ხო, ნუ ეს გაეცნო, მე აკაკი ვარ, ხო და რაღაცა გიგა გისო, მაგრამ გვარი არ ვიცი, აკაკი ეკითხება. ამ დროს გაიჭიმა გიგა. მე ტაბიძე ვარ, მაგრამ ჩემი წინაპრები ორლოვები იყვნენ. ანუ მე გადაკეთებული მაქვს გვარი. ანუ ორლოვი. ეხა აკაკისთვის არაფერს ორლოვი, ანუ გასაგებია ორლოვი რაღაც ანუ არა მინიშნება არაფერი არა. გიგა უფრო გაიშალა მხრებში. ნუ ორლოვები რო იყვნენ სამეფო კარზე, ანუ თან რუსეთში და სამეფო კარზე ორლოვები ასე რაღაცა და ორლოვები ხო ბიჭო რა ვერ გაიგე ბიჭო გრაფი ვარ მე სული სერიოზული. სული სერიოზული, ჩვენ უსმენთ გრაფი ვარ. ხომ დგომა როგორია, იცი ამ დროს აბოს? აი ეს. ეგ მოძრაობა შეიძლება ზედმეტი იყო, მაგრამ გრაფი გრაფი ვარ. აკაკი სახი არ დამავიწყდება, რო? გრაფს ელაბარაკება რა. კი. ეს მინდა რომ გრაფზე ერთი ისტორია მოყვა. თემური ამწარებს ხოლმე. კიდე კაი რომ მოვედი. მოკლედ რაღაცა დაწესებულებაში ვართ, ნუ როგორ, ანუ გასართობ ადგილას ვართ მოკლედ და ერთი ადამიანი, ნუ რა ქვია, შავგრემანი თუ ეს შეიძლება დისკრიმინაციაში მეთქვა, ხო? ნუ თეთრი არა, მოკლედ. ესე ხო შეიძლება და ხო, ნუ დგას და ცოტა რაღაცნაირად იქცევა რა, ცოტა ანუ არასასი ამოვნოთ. შეიძლება ესე ითქვას და ნუ გიგას არ მოეწონა, გიგას რა ნუ არავის არ მოეწონა, მაგრამ გიგამ ნუ გადაწყვიტა რომ მივიდეს და კითხოს რომ რაშია საქმე და პირველ რიგში ეკითხება რომ where are you from რა ეკითხება და ნუ არ ვიცი რატო ვერ გაიგო ამ ადამიანმა. ახლა გიგას ხასიათი ჩვენ კი ვიცით, მაგრამ აგიხსნით და ცოტა ნერვიულიც არის რა, როცა ვერ უხდებიან რაღაცას. ხო ეს კითხა უკვე რომ ნუ where are you from და ის რაღაცა აიჩეჩა მხრებიდან რაღაცა და ნუ მეორეთაც უმეორებს რომ where are you from და ის ვერცემს რა პასუხს რა და უკვე გიგა უკვე ბოლოშია რა, უკვე პიკშია.
ვერ არის უფრო, ბიჭო. იქ დასვა რა, ვერ არის უფრო, ბიჭო, ბოლო. ხოდა იმის პოზიცია, იმის გადმოსახედა წარმოვიდა რა ინტონაცია. მართალია ეს ბიჭო? არ მეისვენა. კაი, გავაგზა არ მაგარი გიგას, ეხა ვიყავით ჩასულები და გიგა ეკითხება რომ ბაბუა რამდენი თვე იყო გრიგალი ქუთაისშიო და 3 თვე იყო ბაბუ. გრიგალი 3 თვე. გიგა რამეს ხარ მოგიყვები? ერთი ისტორია დასავლეთში მოხდა გურიაში რა კერძოდ და ჩხუბი მოხდა რა რაღაცაზე მოხდა ჩხუბი და შეიკრიბა საზოგადოება ხა ერთ მხარესაც მეორე მხარესაც და ესე არის რომ ერთ მხარეს არიან ძალიან ჯანიანი ტიპები რა დიდები მოშნები რასაც ქვია და მეორე მხარესაც არიან ვიღაცები მაგრამ ერთი არის აი როგორ იცი უარჯიშებელი გამხდარი ტიპები რო არიან ხო იცი არაზროს არაფერი რო არ განტელიც რო არ აუწევია და ერთხელ ეგეთი ტიპია და რო გადახედა სიტუაციას ეხა ვისთან ქონდა საბრძოლველი მივხვდა რომ კარგი არ დაემართებოდა და იფიქრა რომ გარჩე პენაკს მაინც გადავარჩენო რა და აიხსნა ეს და მიაკიდა რა რაღაცას და რო შემოbrunდა ვიღაცა ჯანიანი მიადგა და ეუბნება შეიცვი მაგი არ გაცივდა თურმეტიც ეგეთი ამბავი იმა გურიაზე მოვყვები მე კი ბატონო ამბავს მოკლედ გურიაში გარდაიცვალა ერთი კაცი რა და ერთ-ერთი სექტის მიმდევარი იყო ეს კაცი მოკლედ რა და ну დაკრძალვა შესაბამისი ტრადიციის მიხედვით წარიმართა და ეს ოჯახში ყველა იმ სექტაში იყვნენ მეგობრები მოკლედ სულიერი დაძმა შეკრებილი და ესე არის რა ჩაულებრივი ამბავი და გურული მეზობელი გადმოვიდა უცბად და ხელში უჭირავს ინდაური რა ესო ჩემ ნოდარიასო ჩემგან ეკუთვნის პატივისცემაო და ესე სულის ახსნა რო იქნება თუ რაღაც იმ დღესო დაკალითო და ამათ მოუთხრეს რომ ჩვენო ეგრეთი რაღაცების აქვს წამსო და არ გინდა ეს ინდაურიო გასულ არ დოდარის სულიო ისედაც დაბრუნდება აქო ვიცით ეგო აღდგება და მოვაღოთ ხო ცოტა ხო რა ესე გვწამსო ჩვენო გაო კაიო მაშინო მესმის თქვენიო მაშინო აი 40-ე მაინც იქნებ დაუკლათო ეს ინდაური ჩემ ნოდარიას ჩემგან ეკუთვნის არაო ჩვენ 40-იც არ გვწამსო რა იმიტომ რომ ჩვენ გჯერა რომ ნოდარი მოვა ისევ და დაბრუნდება ჩვენთან და კაი მაშინ ნოდარია რომ მოვა მაშინ დაუკატო მომართვით ვიღაც. ინდაური. ნოდარი რომ მომაში დაკალიბაში. კაი, აქეთ ვინ არის ვასო? გავაგრძელებ მაშინ, ნუ ერთი მეგობარი მყავს, როგორ იცი? აი, ძალიან მოწესრიგებული ტიპია რა, არის აი ყველანაირად მოწესრიგებული არ აგვიანებს ადრე მიდის რაღაცა ან არანაირი აი ცუდს ვერაფერს ვერ ამბობს რა შესაბამისად არც ნარკოტიკებს ეტანება და არაფერი და უბანში ესეთი სიტუაცია იყო რომ მოდიო ეხაო რომ ლევანისო მოვაწევიოთო რა პროსტა ნახოთ თვითი რა ხო მარიხუანა მოვაწევიოთო და ნუ ლევანი არა ბიჭო ერთხელ გასინჯე ხო რა არის ხო გაინტერესებს რაღაც მოაწევიეს რა ნუ ლევანი არის აი გასული არის საერთოდ რა შუშის თვალებით იყურება რა ეს ფევზია წარმოვიდი ვერ ლაპარაკობს ვერაფერს ვერ შევა და ეხა რა არის ხო სახლში უნდა ავიდეს ხვდები და დედამისი მამამისი თავის და ყველა სახლში არიან და ეხა არ უნდა რომ დაიწვას რა რომ მიხვდნენ რომ მოწეულია იმიტომ შავ დღეს დააყრიან ეხა წარმოვიდი კაცი არის 25 წლის არაფერი ყველა კარგად იცოდა სიგარეტს არ მოუწევდა და უცებ არის გაგუდული დაბოლე თვალები ესე იყურება და ავიდა თუ არა სახლში რაღაცა ეგრევე შევიდა სახლში და დაჯდა დივანზე რა სიტუაცია არის ხა როგორ არ დაიწვას რა და წინ არის მამამისი, დედამისი, ნუ თავის დამკარები გავუყო და თავისას დაждდა ეხა წინ რა ტელევიზორს უყურებენ რა ფილმი არის ლიონი რაღაც მატილდა და ლიონი რო არის ხო ლეონი ხო რაც არის და ლიონი ჭამს ეხა ლიონი არ მარსელი ხო მარსელი გამიშველება ხო და ეხა რო არ დავიწვაო რა თან ისეთი მომენტია მამამის მზესუმზირა უყრია ბევრი რა მაგიდაზე რა და აიღო ეს მზესუმზირა ეს ერთი მუჭი და ჭამს რა და ეხა ჭამაში უფრო გაიხსნა უბაყუნებს თან ჭამს ამას он არ იმჩნევს რა თან უყურებს ამ დაძაბულ მომენტებს უყურებს ამ ჩენჩებს ასე ვთქვათ ქერქებს რა ნაჭუჭებს ამ ხელში იგროვებს რა აქედან ჭამს აქედან ევსება რა ნელა ეხეს მუჭი და ის მომენტი არის რომ აი ჟანდრენო გამოაღებს რა ფანჯარას და ყვავილს დგავს ხო გასოს ეგ მომენტი რა ხო და ჟანდრენო გამოაღო ფანჯარა და ამანაც ოპა და გადაყარეს ქერქები მიაყარა ტელევიზორს ოპა შო ანუ მუჭი არ დაიწვა გადაყარა იუშვა ლევანმა აიბერტა
მაგრამ დაიწვა. ვინ მიხვდება? მაგრამ კაციშვილი ვერ გავაგზავნე, ძიმა. მემართულება. კი. მე მოგიყვებით ეს თერჯოლელი მამიდაშვილის ისტორიაა რა, ჩემი მამიდაშვილის და თერჯოლელია და ბავშვი შესაბამისად თერჯოლიდან ყავს და 4 წლის იყო ეს ბავშვი და გავუარა რომ გამოიყვანოს სახლში, ბაღიდან გამოიყვანოს და რაღაც ასვა მანქანაში და რაღაც წვენი უყიდა რაღაცა და ეს მამაც და შვილიც სვამენ ამ წვენს და უკნიდან ბავშვი ეუბნება რომ მამა მაწვენს რო დალევ ფანჯრიდან არ გადააგდო. ვა, მას ახლა 4 წლის ბავშვისგან თან გაუკვირდა, თან გაეხარდა და აი ესე თანამ საჭეს მართავს და რატო არ უნდა გადავაგდო მამა აბაო, ელოდება რომ ის რატო არ უნდა გადააგდო და ბაღში მასწავლებელმა გვითხრა არ შეიძლებაო. დედამიწა არ უნდა დააწვირიანო. დედამიწა დააწვირიანო. ამხელა გლობალურ პრობლემას მიუდგა ეს თერჯოლური კილოტი. მასადა სხვათა შორის მე ხო აღმოსავლეთ საქართველოსთან აი პირველად გავიგე თამუნასგან თუ ეს დააწვირიან წვირი თურმე ყოფნა მტვერი ხო? ჩვენთვის შეულებრივი ისტორია არ არის სასაცილო. ანუ აღმოსავლეთ საქართველოს არის სასაცილო. მას ქართლის ხოვრებაში არის ეგ. სად არის კაცო? კაი, ტაბიძესთან აღარ გადავალ ხო, ტაბიძე? ხო, რა მე. ნუ ხარ ბიჭო, ნუ მარ. თან ორიდებულია რა. გრაფია, რასავა. გრაფია, ხო და. იყოს როგორც გრაფი, იჯდეს. იყოს გრაფი. კაი, გავაგრძელებ. ვასოს. მიდი ვასკა. მიდი ვასკა. გავაგრძელებ ერთ-ერთი ისტორია, ძალიან ისეთი ისტორია არის. ნუ ბათუმელია რა, ჩემი მეგობარი წარმოიდგინე რა და ნუ შესაბამისად მთელი ოჯახი ბათუმში ცხოვრობენ რა. ხო და ბაბუამისი ყავს ომის ვეტერანი და ნუ მეორე მსოფლიო ომის გმირია წარმოიდგინე. ბაბუამისი. ხო. და ნუ შესაბამისად მეგობრებიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტიპები ყავს, ანუ თავის საძმაკად 5 კაცი არიან სულ რა ბათუმში წარმოდე ვინც ახლა ხო დარჩენილები ვინც ახლა არიან, ანუ გმირები არიან ტიპები და ერთ-ერთი მათგანი რა მინაზე აფეთქა თუ რაღაც შეემთხვა და ნუ ორივე ხელი არ აქვს რა. ორივე ხელი არ აქვს და სულ არის მეტრა ნახევარი ეს კაცი რა. გვარი არის ბელარუსი იყო როგორც მახსოვს ხო? მეტიკი, გვარად არის მეტიკი. ხო და ეს პიჯაკი რო აცვია, ანუ ხელები, ანუ სახელოები შესაბამისად პიჯაკი ჯიბეებში აქვს რა და ამ ჩემ მეგობარს ბაბუამის უпростоრად ყავს სახში აი უზარმაზარი მეცხვარე წარმოიდგინე, ძაღლი, ნაგაზი ქართულ აი ბათუმის ის პერიოდი არის ასლანაბაჟიძე რო გაიქცა და ანუ ასლანაბაჟიძის ძაღლი ხო გახსოვთ ის რო იყო ბასმაჩი მაგის შვილი არის რა ლომა ანუ ძაღლი კი არა რო შეხედავ რავი რაღაც დევიზი მუშტაიჩო დევებია ხო ეს რო ხედავ აი ეგეთი არის ტიპი დიდი ძაღლია ძალიან დიდი რა და ანუ ეს ამათ ისე ეშინიათ რომ საჭმეს ფანჯიდან უგდებენ და რაღაცა რა ხვდები აჩუქეს და ეხა უყვართ ეს ძაღლი მაინც დამულიყავს ორი ჯაჭვით რა ერთი აქედან ერთი აქედან თორე რო არ გაირიყეს რა თორე ერთ სიწყვიტავ შეულებრივ და ორით არის დაბული ესე წარმოიდგინე და ბაბუამისმა შეკრიბა თავის მეგობრები რა რაღაცა 9 მაისს აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომი რაღაცა შევიკრიბოთო და ეს მეტიკიც მივიდა ის მეორე ძმაკაც და სვამენ რა ეხლა რა რაღაც აბა ჩვენ გმირებს გავგი რაღაცა დალიეს და ეს ჭიქა აიღო რა ბაბუამისმა რა და რომელსაც ხელი ამ მეტიკს ესე მოასმევია რა ამან თქვა სადაგძელდა ესე მოასმევია რა გაგძელდება ეხლა სუფრა რაღაც ეს ძაღლი ეზოშია წარმოიდგინე ხო ნუ შეზარხოშთენ ცოტა რაღაცა და ეს ეხა ეს მეტიკი ცოტა გათამამდა რაღაცა და ადგა რა და კაი ცუგა ამასთან მიდის ამ ვერძილა ძაღთან მიდის და ურჩხულთან ესე აქ რა ესე ხომ მივიდა კაი ძაღლია ფეხები კაი ძაღლია ეს თავიდან ერთი ორი შეუღრა და ნუ კაჩ ვაუ და ეს ჩაიდო რა ეს მეტიკი ესე უჭერავს პირში რა და მიდის და მიარმენებს ამ კაცს რა რაც კი მიარმენე ყვირიც კიდან კაკო პირში უდევს პირში უდევს ესე როგორც ხო ჯოხი რომ მიაქხონე ძაღლებს ხო იცი ესე კაკო ყვირიც გადაგდე ვიღაცა ყვირიც ფუ და ბიძამისი გამოდის რა მე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ლომა მომიტანე და მოურბენინა მოუტანე მეტიკი დაუბრუნდა იროდი ვაჰ სუპერ ამბავია ეს და თემური უნდა გავაგზავნო ესეთ პირი უჩანს ხო მოკლედ ანუ ოჯახში ვარ ნუ ანუ ჩემ როგორ გითხრათ ანუ ოჯახში ვარ რა რაღაცა სუფრაზე და ვართ 4 რა ხო და ანუ ნუ ისეთი ოჯახი ახლა ნუ ამ ბიჭის ოჯახში ვისთანაც ვარ ნუ ბიჭია რა ანუ სიტყვა რო ეთქმის რა მოკლედ ესე რო ვთქვათ ნუ ესეთი ტიპი არის რა ხო ნუ არის რა და
ეს ორი ძმაკაცი ვინც ახლავს, ისინიც ნუ ბიჭები არიან და რაღაცა თემას არ ყვევენ რა, კაროჩე სიმონ რო იმას რო ეკუთვნის, კაროჩე ის მიიღებს ან არ მიიღებს ჩვენი გადასაწყვეტია და რაღაცა, მაგრამ ნუ ეს როგორი ტიპია, იცი ახლა ისე რო ვთქვათ, რომ ანუ ყველას მოუგვარა ცოლის გარდა რა, აი ცოლი ყავს ცოტა, ნუ აი ხო რა, ვერ ხნა რა, ცოტა ვერ დაალაგა, არ ეს ყველაფერი იქნება მაგის გარდა. არ ესმის რა და ნუ კაროჩე აქ თემა მიდის რაღაცა თან სუფრა არის რა, ხო ხვდები და იქიდან ისეთ სიტუაცია რომ თეფშები არის დასალაგებელი რა. ნუ მაგრამ ეს ბაზრობს რომ კაროჩე ესე და ნუ რაღაცა იქნება იასნია რა და აქედან ცოლი ეძახის რომ ახო თეფშებია დასალაგებელი და ნუ ხო მოვალ გოგო რა ხო აზეხა ნუ პირველი გაატარა რა ნუ ისეთ პონჩი და ნუ ბაზრობს რაღაცა ნუ მეორე დაძახილი ნუ სადღაც ერთ აწუში ახო თეფშებია უკვე იმანას მოუმატა ხმას რომ ახო თეფშებია დასალაგებელი ხო მოვალ რა ეხლავე რა და ნუ აქ ძელდება თემა კაროჩე და ბოლო უკვე გოგომ მისმა მეუღლემ ახო შემოდი და წაიღე ხა ეს თეფშები დროზეო რა და ნუ უკვე აი ვეღარ შვება ვერაფერს უნდა გავიდეს რა იასნია რომ უნდა გავიდეს და ნუ კაროჩე ამ ბიჭებთან მოვალ ეხავე რა და გავიდა და ეხა ნუ როგორი სიტუაცია ამ ბიჭებთანაც უკვე უხერხულობა დატოვა რა ცოტა გაურკვევლობა დატოვა რა აი რა ხდება ხო რა პონტია ცოლმა რაღაცა და თან გამოსასვლელია რა თეფშები ხო რაღაცა და 6 თვის შვილი ყავთ რა ახალი შეძენილი ნუ მოკლედ ასე ქვია თოთო და 6 თვის და გამოდის სამზარეულოდან და აქეთ ხელში უკავია ბავშვი ეს 6 თვის და აქეთ ხელში თეფშები და შემოდის სუფრაზე და ჩემი ლამაზი გოგო როგორ ალაგებს თეფშებს ჩემი ნახე როგორ ალაგებს ესე ძესკად კაროჩე დაალაგა რა კითხვა არ დატოვა რა ბავშვა დაალაგა რა ვითომ ბავში ლაგებს ჩემი პატარა რა ლამაზე თოლა გააწყო სუბრა კაი ვითო გრაფთან მე ნუ ბოლოსკენ გრაფი მე გამოსამშვიდობებელი ერთსაც მოვყვები მოკლედ ჭიათურაში რა ხო ჭიათურელი ცოლქმარი უყურებდნენ ტელევიზორს უყურებდნენ მართალი ამბავია რა აღდგომა იყო და ქრისტესვნებანი ნუ როგორც წესი გადის ხოლმე და უყურებენ ახლა ქრისტესვნებას და ქმარს უნდა რომ გადართოს სხვა არხზე და ეს ცოლი არ ართვევინებს და კაცი ეუბნება რა ხო და ეს კაცი ეუბნება ხო რომ გადართე ეხავ ეს შანაღდგომასაც ხო უყურეთ ამასო და რაღაცებს ეუბნება არაო არა ეს ცოლი აშვება მოკლედ და ეს ცოლი უყურებს ეს კაცი რაღაცა მიზეზებს ეუბნება რატო უნდა გადართოს და ერთ-ერთი ბოლო მიზეზი იყო რომ ათელა ისე ჩვენ ვერთობი თუ არა დიდი არაფერი კი ნუ არ არის კაიო ვასკა მოკლედ სოფლის ბირჟაა წარმოიდგინე ვანო ტიპების ხედან ზოგი ჯოკერს თამაშობს ზოგი დომინოს რაღაცა და მოდის ერთი რა და კითხულობს გელას რა გელას სახს ხო ვერ მიმასწავლითო რა სოფელში ხო და ეხა ერთ-ერთი ეუნება რომ არო შეუ ჩემოძმო აქედან ხო გადახვალო ესე დააწვე პირდაპირო რა 1 კილომეტრი ივლი მე შემოხვდება მუხაო რა მაგ მუხასთან გადმაუხვევ მარჯვნივო გააგრძელებო ასფალტიანი გზა არისო რა ამ ასფალტიანი გზასაც რო გაივლი 1 კილომეტრია ხო მე შეხვდებაო დიდი თუთის ხეო მაგ თუთის ხესთან მიდის ორი გზაო ერთი მიდის ტბაზეო მეორე მიდისო მოხრეშილიო ტბისკენ არ წახვალო წახვალო აქეთო მოხრეშილისკენო ამ მოხრეშილის გზას რო ივლიო 1-3 კილომეტრში კიდე ივლიო და ტრიალი მინდორი ხო შეხვდებაო და რო იფიქრებო აქსა ჩემ მოვედი აი მანცხოვრო მანცხოვრო გელო აი საინტერესო საღამო გამოგვივიდა ძირფასო მე ხიარული და სასიამოვნო გრაფმა არაფერი მოგვიყვა გრაფზე მოვყევი გამაგეროთ შეგვისწორა უბრალოდ მოსახლეობამ გაიგო საქართველოს ყველაფერი იქნება თავის დროზე შემორჩა გრაფი საქართველოს შემორჩა ერთი გრაფი და ისიც მთავარ არხზე გვერდით არის მთავარი არხის გრაფი ანუ მთავარი ის წარწერაც უნდა შევცვალოთ ალბათ ხო შაბათ შოუზე და აქვია მსახიობები ვიღაც და გრაფი გრაფთან ერთად წარმატებულ ახალ სეზონს გისურვებთ მე მგონია რომ ასევე ვანო ეს ბატონო ვანო და ფიქრობ თუ ახალი შემართებით ახალი ენერგიით და რაღაცეებით ხო არის სიტყვები ხო არსებობს მომავალ სეზონზე მინდა წარმატებები გისურვოთ და წარმატებები უსურვოთ თითოეულ ჩვენს მაყურებელს კარგი დასვენება ყველას დიდი მადლობა ახალი შაბათი მადლობა